მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრის შხამს შეუძლია ძუძუს კიბოს უჯრედების 100%-ის განადგურება 1 საათზე ნაკლებ დროში. ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ შხამის აქტიური ნივთიერებები შერჩევით ესხმიან თავს კიბოს უჯრედებს, რაც იწვევს კიბოს უჯრედების სწრაფ სიკვდილს და ამავდროულად ინარჩუნებს ჯანმრთელ უჯრედებს. როდესაც შხამი შედის სისხლში და გულს აღწევს, გულისცემა მატულობს. თითქოს პატარა ბუშტუკები წარმოიქმნება, რომლებსაც შხამი მთელ სხეულში გადააქვთ. ეს შესანიშნავი აღმოჩენა ბუნებრივი ნივთიერებების არაჩვეულებრივ პოტენციალს გვიჩვენებს და იმედს იძლევა კიბოს უფრო ზუსტი და ეფექტური მკურნალობისათვის. იცი როგორ ჩნდება ფუტკარი? დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხი ბიჭის უჯრედის ფსკერს ეკრობა. მესამე დღის ბოლოსათვის კვერცხის ნაჭუჭი სკდება და რძისფერი თეთრი მატლი გამოდის. სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მატლი ფუტკრის რძეში ბანაობს და მისით იკვებება. რამდენიმე დღის შემდეგ მისი რაციონი უფრო უხეშ საკვებზე, ყვავილების მტვერისა და თაფლის ნარევზე გადადის. მე-9 დღის ბოლოს მატლი მთელ უჯრედს ავსებს და წონაში 1000-ჯერ მეტჯერ იზრდება. იწყება ჭუპრად გარდაქმნა. ჭუპრის სტადია ასრულებს მუშა ფუტკრის განვითარებას. გზნობის ორგანოები, ნერვული სისტემა, ნესტარი და ფრთები სრულიად ყალიბდება. 21 დღეს ახალგაზრდა ფუტკარი თავის ხორთუმს თავსეხურის ნაპრალში ატარებს. ახლომდებარე ფუტკრები კვებავენ მას. შემდეგ ის თავსახურს თვლიანად გამოხრავს და უჯრედიდან გამოდის. Baby